ქართული ოცნების ძალადობრივ ქმედებებს ბრიფინგებით ეხმაურებიან პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საგანგებო განცხადება დღეს დიღმის მთავარ სამმართველოსთან გააკეთეს. მათი თქმით 12 იანვრის ღამეს პოლიციამ პარტიის რამდენიმე წევრი დააკავა. მშვიდობიან აქციაზე დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, სხვა პატრიოტთა ჩვენ თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს და მათ არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან, მაგრამ მართლაც სასაცილოა უკანონობაზე და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც არ არიან აღიარებული. KP-ის პარალელურად დააკავეს ჩვენი თანამებრძოლები, დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული წევრები და არა მარტო ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს მათზე, თუმცა ეს ადამიანები არიან მხნეთ ბრძოლის განწყობაზე, არაპირებენ ბრძოლის შეწყვეტას. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი, რომ პოლიტპატიმრებმა ძალიან მალე დატოვონ საპატიმროები და ამ კლანის მოსამართლება ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რეჟიმის მსახურებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ეს ადამიანები დატოვებენ საპატიმროებს და როდესაც რეჟიმისგან განთავისუფლდება ეს ქვეყანა, აუცილებლად ისინი იქნებიან ამ ადამიანების ადგილმონაცვლეები საპატიმროებში. კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართა. ოპოზიციური კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმმა უკანონოდ დააკავა. ნაცვლიშვილმა პირობა დადო, რომ ახალი არჩევნების შემდეგ სასამართლო კლანის ყველა ლიდერი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბათუმსა და თბილისში ბოლო რეპრესიების ტალღის დროს, ტყვედ არის აყვანილი ჩვენი ორი თანაგუნდელი, ისევე როგორც სხვა მოქალაქეები. ჩვენ ძლიერი საქართველოს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა სინდისის პატიმარს, რომელიც რუსულ რეჟიმს ყავს ტყვედ აყვანილი. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ახალი არჩევნების შემდეგ კლანის ყველა ლიდერი პასუხს აგებს ქართული მართლმსაჯულების, მათი მართლმსაჯულების კი არა, რეფორმირებული ევროპული სტანდარტის ქართული მართლმსაჯულების წინაშე კანონის სრული სიმკაცრით და ვერც ერთი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას სასამართლოში.